მეხსიერების გავარისა. ძალიან ბევრი ადამიანს ავიწყდება გუში რა ისწავლა, სად რა დადო, რას აპირებდა, რას გეგმავდა, სად რა უნდა წაიღოს, რა უნდა თქვას და ასე შემდეგ და ეს ყოველდღიურობაში უფრო და უფრო გამოხატული ხდება იმდენად რომ ზოგჯერ ფიქრობს, ხო არ მჭირს მე ალცჰაიმერის დაავადება, აი რაიმე სხვა მძიმე დემენცია. შენ ძალიან ჩქარობ. იმის თქმით რომ ძალიან ხშირად მეხსიერების გავარისება გამოწვეული არის ისეთი რაღაცეებით, ისეთი უბრალო მიზეზებით რომ მათი მოგვარებით შენ არა მარტო მეხსიერებას დაიბრუნებ, ასევე გაიუმჯობესებ კიდევაც. ეცადე რომ ყურადღებით მომისმინო. მე ვარ ღობერიცე გიორგი, ონკოლოგი და დავიწყოთ. ძალიან ხშირად მეხსიერების გავარისება დაიმახსოვრე გამოწვეული არის მედიკამენტებით. მე ვიცი რომ შენ ძალიან ბევრ წამალს სვამ. ვიცი, იმიტომ რომ ჩვენთან რომ მოდის პაციენტი ხომ, იმდენად ბევრ წამალს სვამს, რომ მარტო ჩამოწერაზე მეხარჯება ხოლმე 9 საათი. ამ მედიკამენტების ნახევარზე მეტ შეუძლია მეხსიერების გავარისება გამოიწვიოს. აი მაგალითად თქვა დეპრესიის საწინააღმდეგო წამლები, თქვა პირობითად პაროქსეტინი, რომელიც ანტიდეპრესანტია, ხასიათდება მეხსიერების გავარისებით. თქვა კურჩასლავის დაავადებების სამკურნალო წამლები, მათ შორის თქვა სირთულეზე ციმეტიდინი, ასევე ხასიათდება მეხსიერების გავარისებით. აი მაგალითად ალერგიის საწინააღმდეგო წამლები, რომლებიც თქვა ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან პოპულარულია, მათ შორის დიფენჰიდრამინი, ასევე ხასიათდება მეხსიერების გავარისებით. აი მაგალითად თქვა საძილის საშუალებები, რომელსაც შენ იღებით რომ ცილი არ გვაქვს თქვა და გინდა რომ ის აღიდგინოთ, ასევე ხასიათდება მეხსიერების გავარისებით. აი თქვა აკნეს სამკურნალო წამლები, რომლებიც თქვა წყალზე გამოიყენება დასალევის სახით, ასევე ხასიათდება მეხსიერების გავარისებით. ანუ იმის თქმით რომ ამ შემთხვევაში შეიძლება უნდა გააკეთო ეს არის ის რომ ეკებს უთხრა, ეკე ვნახე, ძალიან ბევრ წამალს სვამ. გადახედე რა, გამოიყენე შენი ფარმაკოლოგიური უნარჩვევები და მითხარი, აქედან რა მჭირდება, რა არ მჭირდება, რომ რაღაცა მეხსიერებას აშკარად მიფუჭებს. გადახედავს ექიმი და რა თქმა უნდა შეგირჩევს იმ წამლებს, რომლებიც მეხსიერებაზე არ აისახება და უფრო ეფექტურიც კი იქნება, ვიდრე აქამდე შენ გქონდა ის დანიშნული. ანუ მიხდები ისეთი მედიკამენტი, რომელსაც შენ სვამ, იწვევს მეხსიერების გავარისებას, ხო? აი ესეა, ერთ დაავადებას გულავთ და მეორე გემართება. გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ჰიპოთირიოზი, ასევე ხასიათდება მეხსიერების გავარისებით. თუ შენი ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობით თიროქსინს და ტრიოთირონის, ხო, ეს აისახება თავისთვის, იმიტომ რომ ეს ჰორმონები სჭირდება ჩვენს ნეირონებს ნივთიერებათა ცვლისთვის და თუ შენ ისინი გაკლია, მეხსიერება გიუარესდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ შემოწმებული გაქვს ფარისებრი ჯირკვალი. ალბათ გადაიგე კიდევაც ულტრაფიოლეტი კვლევა, იმიტომ რომ ჩვენთან მოდიანსი გვეუბნებიან ხოლმე, მე ფარისებრი ჯირკვალი შევამოწმე ულტრაფიოლეტით გამოკვლევაზე, არაფერიც არ მქონდა. გადახედავ ხოლმე ამ ყველაფერს და აღმოაჩინე რომ თურმე როგორ არ მქონდა ჰორმონებიც არ შემოწმებია. გადაამოწმოთ და აღმოჩნდა რომ ჰიპოთირიოზი აქვს და მისი მეხსიერების გავარისებაც გამოწვეული არის სწორედ რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით. ამიტომ მარტო ულტრაფიოლეტი არა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება, იქ ჰორმონების განსაზღვრაც ასევე საჭიროა, ამიტომ ყოველთვის მიმართე ენდოკრინოლოგს ამ კუთხით. როცა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის აქტივობა მკვეთრად ქვეითდება, ამას შეუძლია გამოიწვიოს არა მარტო მეხსიერების გავარისება, ასევე შეგულობაც. შენ გაწუხებ შეგულობა და გონია რომ ეს ბუნებრივია შენთვის. არა, ეს ბუნებრივი არ არის, ის გამოწვეულია დაავადებით, მაგრამ შენ ამაზე არ გიფიქრია. არა მარტო შეგულობა, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, შეიძლება ასევე ახდეს მეხსიერების გავარისება, დეპრესია, გონება-განწყობის, ყოველდღიურობაში რაღაცნაირად ცვლა. გარდა ამისა, თქვა დაღილობის განცდა, ეს საერთო სისუსტე, სიცივის აუტანლობა, რაღაცნაირად მიდრეკილება, მოდივათ აი თქვა ნეგატიური ამბებისკენ, ეს ყველაფერი ტიპურია ხოლმე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისთვის, ამიტომ ყოველთვის გადამოწმე ის. ზოგადად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება 60 წლამდე იწყება ხოლმე ტიპურად და 100-დან ერთად უფრო და უფრო გამოხატული ხდება. გარდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისა და მედიკამენტებისა, რაც უნდა გაითვალისწინოს ის არის ის, რომ მეხსიერების გავარისება შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს უძილობითაც, ხო? შენ თუ არ გძინავს დღეში 8 საათი, ან შენ გძინავს 8 საათი, მაგრამ ეს ძილი არის ძალიან უხარისხო. ამას შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების გავარისება. შენ შეიძლება გძინავს 8 საათი, მაგრამ ის როგორ გძინავს, აი ძალიან ზედაპირულად რა, აი ძალიან ხშირად გეღვიძება ხოლმე მთელი ღამის განმავლობაში, თქვა და აი მოუსუნარი ფეხების სინდრომი გაქვს, თქვა კენდების სტრიანემიის ფონზე, ან სიტყვაზე თქვა სურდო გაქვს და ვერ სუნთქავ თავისუფლად, ან სიტყვაზე ჭარბწონიანობის ფონზე გიჭის ხოლმე თქვა ეფექტურად ძილი. ამ ყველაფერს შეუძლია მეხსიერების გავარისება გამოიწვიოს, ამიტომ ხო აქ ჯობია ძილი მოაგვარო. თუ შენ ძილს მოაგვარებ, ასევე აღიდგე მეხსიერებას, იმიტომ რომ ძილი ეს არის ის დრო, როცა ჩვენი თავის ტვინი ყველაზე უფრო ეფექტურად ახარისხებს ხოლმე მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას და თუ ეს მან ვერ მოახერხეთ, შენ ვერ გძინავს კარგად, რანაირად დაიმახსოვრებ რამეს. რა თქმა უნდა, გარდა ძილის დარღვევისა, ეს ყველაფერი შეიძლება გამოწვეული იყოს
ნუტრიციული ფაქტორებითაც. თუ შემაგათ გაკლია ვიტამინი B12, ციანკობალამინი, ვიტამინი B1 იგივე თიამინი, ამ ორივე შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება. ასაკთან ერთად ეს ვიტამინები ნაკლებად შეიწოვება ხოლმე ადამიანის სხეულში. აი მოხუცებს უჭირთ ხოლმე ვიტამინ B12 შეწოვა. ამიტომ მათში ქვეითება ხოლმე. გარდა ამისა, საკუთარ არიღებენ ხოლმე სულფასონად და თავისთავად ქვეითება. და როცა ვიტამინ B12 და ვიტამინი B1 გაკლია, ამის გარეშე მიტოქონდრიები ჩვენს ორგანიზმში ვერ მუშაობს. მიტოქონდრიებში ენერგია წარმოიქმნება და თუ ნეირონს ენერგია არ იქნება, რანაირად შეიძლება რამე დაიმახსოვროს, შენ ენერგიის გარეშე ამის გაკეთებდი, ასე ნეირონიც ვერაფერს ვერ იზამს, ხო, ამიტომ მეხსიერებაზე აისახება ავტომატურად. მაგრამ შენ არ მიიღო ვიტამინი B12 და ვიტამინი B1, მე ვიცი რომ შენ ასე იქცევი, ესე არ გააკეთო. ყოველთვის შემოწო ვიტამინი B12 და თუ ის გაკლია, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღე ექიმის რჩევით, იმიტომ რომ სწორი დოზირებები ძალიან დიდ როლს თამაშობს. ზოგჯერ ხდება რომ აი ადამიანის ვიტამინი B12 კი არ აკლია, არამედ ძალიან ბევრია, აი თქვათ ონკოლოგიურ პაციენტებში ხო ვიტამინი B12 ზოგჯერ ძალიან მაღალია ხოლმე. თუ ვიღაც ვიტამინი B12 მაღალი აღმოაჩნდება, ჩვენ შეიძლება ის გადავამოწოთ ონკოლოგიურ დაავადებებზეც კი. გარდა ვიტამინებისა, ასევე მეხსიერების გავრცელება შეიძლება გამოწვეული იყოს ძილის აპნოეთიც. ხო, ძილის აპნოე. ეს არის დაავადება, როდესაც შენ ღამის საათებში, სულ თქვა, რამდენიმე წამით აჩერებ და მე ისევ აახლებ. ეს ძალიან ხშირია ხოლმე 40 წელსევით პირებში, განსაკუთრებით მამაკაცებში, განსაკუთრებით ჭარბწნიან მამაკაცებში, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც თქვა ცხვირს, თქვა უჭირს, ან აქვს გადიდებული ტონსილები. ამ შემთხვევაში დიდი კისერი, აი ამ შემთხვევებში ხოლმე ისინი ღამით ხშირად ხრინავენ კიდევაც. ხო და აი ამ როცა შენ თქვა ეს ხმაურიანს თუ თქვა ხრინვა გაწუხებს, ხო, ამ დროს შენ სხეულში ჟანგბადის რაოდენობა მკვეთრად ეცემა. და თუ ჟანგბადი შენ სხეულს არ აქვს, ნეირონი ენერგიას ვერ წარმოქმნის. არა მარტო ვიტამინები შედება ჩვენს ნეირონებს ენერგიის წარმოებისთვის, რომ მიტოქონდრიები ამუშაოს, ასევე ჟანგბადიც და მის გარეშე უბრალოდ ეს არ შეუძლია, ამიტომაც არის რომ თუ შენ ძილის აპნოე გაქვს, ამას შეუძლია გამოიწვიოს შენი მეხსიერების გავრცელება, ამიტომ ექიმს უთხარი რომ გადაგამოწევს მათ შორის ძილის აპნოესაც. ეს ჩვენ შეგვიძლია. გარდა ამისა, მეხსიერების გავრცელება შეიძლება გამოწვეული იყოს მათ შორის ტყვიითაც. რა თქმა უნდა, ტყვია ეს არის ერთ-ერთი ძალიან ტიპური მიზეზი, რაც იწვევს მეხსიერების გავრცელებას. თუ ტყვიის შემცველობა სხეულში 20-60 მიკროგრამ დეცილიტრზე მეტია, ამას შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების გავრცელება. ძალიან ბევრს გონია რომ ტყვია ეგრევე გამოიწვიოს ანემიას და ანემიის მერე გამოიწვიოს მეხსიერების გავრცელებას. ეს ასე არ არის. ტყვია როცა ჩვენ სხეულში იმატებს, ერთ-ერთი პირველი რაც ზიანდება ეს სწორედ რომ ნერვული სისტემა. შენ იცი რომ იმ პაციენტებს, ვისაც მეხსიერება გავრცელებულია, ყველაფერს ძალიან გადამოწმებული და არაფერს არ გამოუვლინდათ, აი მაგ პაციენტების 10% ტყვია აქვს, სწორედ რომ მაღალი და სწორედ მაგიტომაც აქვს მეხსიერება გავრცელებული. ამიტომ ტყვის შემოწმება ამ შემთხვევაში ღირს თუ ისა თქმა უნდა შენს მდგომარეობაზე აისახება სხვა ჩივილებითაც. თქვა შეიძლება თქვა ტყვის მატების დროს არა მარტო ქონდეს მეხსიერების გავრცელება, შეიძლება ქონდეს შეკლობა, შეიძლება ქონდეს თქვა მუცლის ტკივილი, შეიძლება ქონდეს ხელების ფეხების დაბუჟების შეგრძნება, შეიძლება იყოს თქვა მდრეკლება დეპრესიისკენ და სხვა ნევროლოგიური ჩივილები, მათ შორის გაღიზიანებადობა, ზოგიერთი ადამიანი ძალიან იმპულსურია ხოლმე, თქვა დაილაპარაკდება ფეთქდება. ესე შეიძლება გამოწვეული იყოს ჭარბი რაოდენობით ტყვით. გარდა ამისა, უნაყოფობა. ზოგიერთ შვილი არ ყავს და ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მათ შორის ჭარბი ტყვიაც. ასე რომ ტყვის გადამოწმება ამ შემთხვევაში ღირს. გარდა ტყვისა, რა თქმა უნდა, შაქრიანი დიაბეტი. ზოგჯერ ადამიანი ამბობს, რომ იცი რა, მე შაქრიანი დიაბეტი არ ჭირს. ხო, ვიკითხებით ხოლმე რა, დიაბეტი გააქვს? ამბობს არა. და ნუ საიდან იცი გადამოწმე? კი, სახში გადამოწმე და არისო? არა არისო. და რო ეკითხები, ნუ რა გაზომა, როგორ გაზომა, აბსოლუტურად აცნებია ხოლმე რეალობას. ძალიან ბევრმა ადამიანმა არის ის ფაქტი, რომ დიაბეტად რომ ჩვენ მდგომარეობა მივიჩნიოთ, ან დავიწყოთ ხოლმე მასე, ნუ აი თქვა სახლის პირობებში ფიქრი, ეს არის ის რომ თქვა უსმოსზე, როცა შენ საქმე მიღებული არ გავს, გუგლს მაჩვენებელი უნდა იყოს 126 მგ დეცილიტრზე ზევით. ან როცა თქვა რანდომულად ამოწებ, აი სულიად შემთხვევით ამოწებ 200 მგ დეცილიტრის ზევით უნდა იყოს. ან თქვათ, შესაბამისი ტესტი გაკეთებიდან, დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ უნდა იყოს 200 ერთეულზე მეტი. ხო, ამიტომ გლუკოზის სწორი შემოწმება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამ შემთხვევაში უნდა მიმართო ენდოკრინოლოგს, რომ სწორად მოხდეს შაქრიანი დიაბეტის გამოცნობა, იმიტომ რომ შენ თუ მას არ გამოიცნობ, შენს მეხსიერებას არაფერი არ ეშველება. მიხვალ იქით აიტყვი, ექიმო, დავინიშნე რაღაცა მეხსიერების გამაუმჯობესებელი, ტვინის მკვლევავი. რა ტვინის მკვლევავი უნდა დაგინიშნოს? შენ ჯერ დიაბეტი მოაგვარი, ან თუ მაგას არ მოაგვარი, ვერაფერი შენს თავისთვის ვერ გამოკვლევავს. ანუ იმის გამიდა რომ დიაბეტიც უნდა გადამოწვეს. ანუ ხო ხდები ხო, ანუ ესე იგი, ძილის აპნოე, უხარისხო ძილი, შაქრიანი დიაბეტი, ფაისების ჯგუფის ფუნქციის დაქვეითება, ტყვია, ვიტამინები, მედიკამენტები, ამდენი რაღაცა გითხარ უკვე 7 ხო? მე როსაც გეტყვი, სტრესი, დეპრესია, შფოთვა,
ვიცი რა, ანუ საქართველოს რეალობაში რა ვიყოთ, მოდი ასე გეტყვი, რომ ეს იქნებოდა იშვიათი მიზეზი, მაგრამ საქართველოს რეალობაში ეს ძალიან ხშირი მიზეზია. როცა შენ სტრესში ხარ, ხო, აი თქვა რაღაცა ძალიან ნერვიულობ, აი თქვა ვიღაცა გარდაიცვალა, რაღაცა ძალიან განიცდი, ფინანსური სტრესი გაქვს, ვიღაცა შორდები, ვიღაცა ამ შემთხვევებში შენ გექნება მეხსიერების გავრცელება, ეს მოსალოდნელია. დეპრესიებს, შფოთვას, თქვა სტრესს ახლავს მეხსიერების გავრცელება, ამიტომ მათი მოგვარებით იწყება მეხსიერების მოგვარებაც. როგორც ვქვია, აღმოჩნდეთ, ესე იგი, თუ შენ მეხსიერება გავრცელებული გაქვს, უკვე იცი, როგორც უნდა მოიქცე. გადახედე მედიკამენტებს, ამ მედიკამენტებიდან ძალიან დიდი იწვევს შენი მეხსიერების გავრცელებას. გადამოწმე ფარისებჯიკვარი და შაქრიანი დიაბეტი სწორად. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შენ იპოვიო თუ მეტარღვევები გქონია და მათი მოგვარებით შენ შეგიძლია მეხსიერება დაიბრუნო. ასევე გადამოწმე თქვა ხო არ ხრინავ თქვა ძილის დროს, ამ თქვა ხო არ გაქვს უხარისხო ძილი. ამასაც შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების გავრცელება, ტყვის რაოდენობა, განსაკუთრებით ბავშვების და მოხუცების შემთხვევაში. ისე მოხუცების შემთხვევაში თქვა ვიტამინი B12 და ვიტამინი B1 ანალოგიურად. ეს არის ტიპური მიზეზები ხოლმე. მე ახლა არ ჩამოთვლი სხვა რაღაცების, მათ შორის ანემიები. აი ბავშვებში მაგალითად თუ ბავშვს ანემია აქვს და თქვათ მას სხეულში აკლია რკინა, რკინის ნაკლებობა ასევე იწვევს მეხსიერების გავრცელებას. აი გააკეთებს სისხლის ანალიზს და სისხლში ყველაფერი ფიქსია. ხო, მაგრამ ანემია არ იწყება მაინც სისხლის საერთო ანალიზის ცვლილებებით. ანალიზები გასაკეთებელი არის ოღონდ სრულიად სხვა კუთხით, ამიტომ ეს საქმე მიანდე პროფესიონალს. მოგეთო ვთქვათ, ეს არის ის რაღაცები, რაც უნდა გაითვალისწინო. ძალიან მადლი დარჩებით, თუ ამ ყველაფერს ყურადღებით მოусმენ, კიდევ ერთხელ გაიაზრებ და რა თქმა უნდა, ასევე გაუზიარებ სხვებსაც. აბა დროებით.